კარგად აწია დაცვის ხაზი ქუცნიაშვილი იყო. აქ უკვე ძალით ცდილობდა ჩატოვებას. გადაიფიქრა, მაგრამ სწორადაც მოიქცა, როგორც ჩანს გადაცემა. ლუკა გელაშვილი. ქუცნიაშვილის წინააღმდეგ წინსვლა და კარგად დაიცვა თავი. და დააჯარი შეუერთდა მცხე ჯავახეთის ტაოს აქ შეჯგუფები ბურჯალიანი არველაძე შევიდა ინტერვალში ამოუგდო ქუცნიაშვილს. ქუცნიაშვილი დღეს ელდება ბათუმელების შეტევა წამოვიდა არაბული. აბა ნახოთ რას მოიფიქრებენ ამის შემდეგ იქვე აიტაცა ბურთი. მონგი დრაუ დაეუფლა. შემდეგ ქუცნიაშვილისა და ბაქარ ბურჯალიანი. კარგად თანაგუნდელი შემდეგ ქუცნიაშვილი მოძებნა აგრძელებს იყო ბროძელი. ქუცნიაშვილი არველაძე კითხულობდა თითქოს ხვიკვაძე ამ მომენტს თუმცა ვერ მოახერხა. აქ ჯარიმდება მექერიშვილი. შეუტია მარგველაშვილი. ბურჯალიანი შეიყვანა. ქუცნიაშვილი ურთაშვილი ბოჭვა. რაშვილი ახლა მორიგ დარტყმას თავის 22-ში. კარგი ბოჭვა ძალიან. დააძრა ისევ ტაომ და დააჯარიმა კიდეც მეტოქე. წინ სპანდერაშვილი შემოტრიალდა ბურთი ღანიაშვილი ურთაშვილს ორმაგი ბოჭვა მოხდა ძალიან. და კობახიძე არესმა ჩახლართა კომბინაცია მოიგეს საინტერესოა. იქონიოთ რომ ტაოსაც ძალიან გააძლიერებს ქუცნიაშვილმა დაინახა სივრცე თავად წავიდა წინ წაიწია საკმაოდ და საბოლოოდ აქ ოდნავ შეუნელდათ ბურთი თუმცა ქუცნიაშვილი კარგი ფეხზე დგას. კარგი აწევა ქუცნიაშვილი დახვდა ქიმუცაძეს. ჭეიშვილი კვლავ. ჭეიშვილი ინერტა გადაცემა სავოიანი გადააწოდა ბურთი ფსუტურს რაკში აქ თერნოვერ დურანგატაზე იროდიონი ბურთით. იროდიონ ქუცნიაშვილი რომელიც კარგად დატრიალდა კონტაქტის არეში და თანაგუნდელებს ბურთი შეაგოროს ასეც მოიქცა და ბროძელმა შეაგორა ბურთი. მანუელიშვილი მიეძალა საბოლოო ჯამში სწრაფად აიტაცა ქუცნიაშვილმა ბურთი დააძრა ისევ ტაომ და ბურთიც თავისუფალი მიიღო. ჯარიმის კაი ბოჭვა გასაკეთებელი ასეც ხდება. კურტანიძე აკეთებენ ხვამლის მორაგბეები. გიორგი ძლიერი ქარია მოედა. ლეგიონერებმაც მოუმატეს თამაში. კიდევ ერთი კარგი მიცალება და კიდევ თევზაძე. ქუცნიაშვილი მონახა და ქუცნიაშვილმა წაიღო საკმაოდ კარგად ბურთი წინ. გადაწყვიტა ამ შემთხვევაში და მორკინალები კარგხეს მაინც და შეიმაგრეს. აი აქ მორკინალები. ცერათი არა აქ. მაგ უნდა გამოვեն ტაოს მორაგბეები ქუცნიაშვილმა რა კარგიც რომ მოძრაობა გაახდა. აი ნახოთ განმეორებით ქუცნიაშვილი შესანიშნავი ბოჭვა. თუმცა ინარჩუნებს ბურთს ტაო ქუცნიაშვილი აუთამაშა ბურთი ხელში. კარგად ამოწია დაცვის ხაზი აი ამ თუმცა უნდა შევაქოთ ქუცნიაშვილი კარგი წისვლა და აქ წეს გადაუვალია. შეიძლება ურთულესი იქნება და მიაწვა აქ გაწია აქ ამასობაში კი ერთ ქულამდე მინიმუმამდე დავიდა სხვაობა. ხაზი ეხლა აქ სამცხე ჯავახეთის მორაგბეებმა და აუცილებლად წნეხში ჩააგდებენ და შანსია ჯარჯა. კარგი 22 შეტევა მოლს აყენებს ტაო კარგად დაძრეს მათ ეს მოლი გაუჭირდება ხმამს ამ მოლის წესებით შეჩერება. წინ მიიწევს ტაო ხვამლი ვერ იცავს თავს შეაყენეს რელსებზე წინვალე მოლი ხაზიც ჩართულია დალელო მიწათან როგორ ფიჯელების ეფექტის ქვეშვარც და რაკასგან რო ველოდებით რაც გავსველოდით
ჩემპიონატისთან გავითვალისწინოთ ისიც, რომ საერთაშორისო კალენდართან რომც მოვიდეს დაპირისპირებაში დიდიათიდან ნაკრებში მორაგბეებს არ იძახებ. გარის ეს ტაოელებმა საბა ნიკოლაშვილმა მართლაც რომ ძალიან გარისკა, მაგრამ გაამართლა რისკმა სხვაგვარად ლობს რაც შეუძლია თვითონ გააკეთოს იმის გაკეთებას მსაჯი, მაგრამ თუ არ შეუწყო ამ ყველაფერს ხელი მოთამაშეებმა, არ გამოვა მაინც არაფერი, რამდენიც არ უნდა მოინდომოს მსაჯმა. ისა ისევ ბიძგი ისე გაკეთდა როგორც ჩანს, კი ბატონო. ქუცნიაშვილი რა კარგი თუმცა ინარჩუნებს ბურთს ტაო მორიგი დარტყმა მორკინალებით ქუცნიაშვილმა წაიღო თვითონ წამოედო ხო, თვითონ წამოედო, კი. გარიშიც არის ასახული. განაახლეს შეხვედრა მასპინძლებმა, არადამაჯერებლად ითამაშეს პირველ ბურთზე ბათუმელებმა. შემდეგ საპირისპირო შეცდომაც და ბურთი კვლავ ტაოელთა კონტროლის ქვეშა. წამოიღო ქუცნიაშვილმა, კარგად იარა ქუცნიაშვილმა მოიგო სტაბილურია შერკინება, შეაგორა ბურთი ბროძელმა, კვლავ ბიძგი მისცეს ბათუმელებმა, თუმცა დაჯარიმდნენ. განმარტებაში კარგად ჩავიხედავთ, იქ წერია რომ ურთიერთშეხვედრების ქულები ითვლება. ბურთი პერანიძემ. პერანიძემ ამოართვა ბურთი და იქვე შებოჭეს. პერანიძე ჯავაბრეგვაზე ხატიაშვილს მისცა, ხატიაშვილი წავიდა